მოგესალმები ვიკა და მე მგონი ძალიან სწორი პარალელი იპოვე შენ და სწორედ თავაზობ მაყურებელს ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრი. როგორ უნდა დავინახოთ საკითხები და კარგი პარალელია სხვათაშორის ელჩელს ჰერჩინსკისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქაც სწორედ აი ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი, რაც დღეს ვნახეთ, თუნდაც მაკა ბოჭორიშვილის კომუნიკაციას და ყოს როგორ იქნა გამოყენებული პროპაგანდისტულად და ეს ალბათ უნდა განვიხილოთ ეს ორივე მაგალითი სწორედ პროპაგანდისტულად კომუნიკაციო, სტრატეგიული კომუნიკაციის გამოყენების მეთოდი როგორი აქვს პროპაგანდას. აი ნახეთ რაში მდგომარეობს ვითარება. ელჩმა ჰერჩინსკიმ ზოგადად მისი მთავარი გზავნილი ამ გამოფენაზე, ფოტოგამოფენის გახსნაზე ფოკუსია საქართველოს, გააკეთა ის, რომ საქართველოსთვის დღემდე ევროკავშირის კარი არის ღია, რომ ევროკავშირისთვის გაფართოება ახლა არის პრიორიტეტული, მაგრამ მან თქვა, რომ გაფართოება ვერ მოხდება, თუ კი არ იქნება ყველა ის საჭირო რეფორმა გატარებული და ყველა ის საჭირო ნაბიჯი გადადგმული, რაც არა მხოლოდ საქართველოს მოეთხოვება, არამედ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ამ გზაზე დგას და მან ძალიან ღიად თქვა, რომ ევროკავშირი ღია არის, რომ დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში და რომ დღემდე ელოდება, თქვა ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ შემოტრიალდება და გაუგონებს თავის მოსახლეობას და აი ამ ხრივ მან ერთგვარი ექსკურსივით გააკეთა და გაიხსენა და თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია და მნიშვნელოვანი პერიოდია მთელი ევროზონისთვის და ევროკავშირისთვის სწორედ ამ გაფართოებასთან დაკავშირებით და გითხრა, რომ დღეს არის არჩევანი, რაც პრინციპში საერთოდ უცხო არ არის და რეალობა, რომ ერთ მხარეს დგას განვითარების გზა, მეორე მხარეს დგას სიბნელის გზა, ანუ უკან დაბრუნების და ის უკვე რაც გადავიტანეთ. მაგრამ ნახეთ რაშია საქმე, ერთი სიტყვა ომი, რომელიც მედიის მიერ მისი აი ამ სიტყვით გამოსვლისგან იყო ციტირებული სიტყვა ომი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ამ დრომდე ძალიან სენსიტიური სიტყვაა. იქნა ჩაბღაუჭებული ქართული ოცნების და პროპაგანდის მიერ და თუ სხვანაირად შემოუტრიალეს მოსახლეობას და თქვეს, რომ ჰერჩინსკი და მისი სახით ევროკავშირი გვაშინებს, ისევ ომის დაბრუნებას რაღაცა პროგნოზირებს და აი ისევ იმ ნარატივზე გადავიდნენ, რომ ქვეცნობიერად ადამიანებს გაუჩნდეთ შიში, რომ თუ კი ევროკავშირისკენ გავაგზავნებთ გზას, ამ შემთხვევაში შეიძლება ისევ ომში ჩავხდონ და რას ხედავთ პარალელურად, ხო? პარალელურად ხედავთ, რომ ნებისმიერ ვითარებას, ნებისმიერ შანსს, სადაც ამ ფოტოს გადაღების საშუალება, ან გასაუბრება, ან პატარა კომენტარია, როგორ იყენებს ქართული ოცნება იმისთვის, რომ ასევე პარალელურად მოსახლეობას დაანახოს, რომ არა ჩვენ, რა თქმა უნდა, მივდივართ ევროკავშირში 2030 წლისთვის ყველაზე უფრო მომზადებული კანდიდატი ქვეყანა ვიქნებით და აქაც ვცდილობთ, რომ ევროკავშირს დააბრალოს, რომ თუ აი არ გამოვა, აი ჩვენ ვცდილობდით ყველაფერი ვქენით, მაგრამ აი ხო ხედავთ ევროკავშირი ჩვენ აი გვჯის და არ ჩავერთეთ ომში და ამის გამო აი ჩვენ რაღაცა უკან გვაყენებს და წინ აყენებს მოლდოვას და უკრაინა ზოგადად მოსახლეობამ ალბათ დროა და ჩვენი მიზანიც ვიკა მგონია რომ ეს არის მედიის პროპაგანდასთან ალბათ ბრძოლა უნდა გავხადოთ პრიორიტეტული, იმიტომ რომ რაღაცა ფაქტებზე თვალის დახუჭვა გვანახა რომ პროპაგანდა მერე ამას ძალიან კარგად იყენებს სათავისოდ. როგორც მივხვდი, საქმე გვაქვს და ყველაფერი, რასაც ბოლო პერიოდში ქართული ოცნება აკეთებს, დერეფანში გამოლაპარაკება, ხელის მოთათუნება, ეს ყველაფერი ემსახურება შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ კომუნიკაციას და არა რეალურად მცდელობას მაინც, იმიტომ რომ ექსპერტთა ნაწილი თითქოს აკეთებს ამ ტიპის ინტერპრეტირებას, რომ ისინი რაღაცას ცდილობენ, ხო, დალაგებას ურთიერთობის, ეს ყველაფერი ემსახურება შიდა აუდიტორიას. კი, აი ესე ძალიან სწორი აქცენტი გააკეთა შენ, რადგანაც
ჩვენ არავინ არ ვართ წინააღმდეგი, თუნდაც რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც ფაქტიურად დღეს არიან მმართველობაში, ხო, ქვეყნის, შეხვდნენ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, იმიტომ რომ შეხვედრის და კომუნიკაციის გარეშე თუნდაც ვერ მოხერხდება იმ რეპრესიული კანონების უკან გაწვევა, რაღაც ადამიანების პოლიტიკური პატიმრების თუ სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ანუ კომუნიკაციის გარეშე ამ ჩიხში დავრჩებით, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს პროპაგანდა, რომ ისინი აჩვენებენ, რომ აი ვითომ ყველაფერი წესრიგშია, ესაუბრებიან აგერ მაკაბოჭორიშვილსაც იქ ემანუელ მაკრონმა მხარზე ხელი მოადო ირაკლი კობახიძეს, თუმცა მეორე დღეს რაღაც საოცარი ანტიფრანგული კამპანიებიც ვნახეთ. სინამდვილეში მოსახლეობამ უნდა იცოდეს. ძალიან მარტივად არის საქმე. მოსახლეობის უმეტესობას უნდა რომ ჩვენ ვიყოთ ცივილური სამყაროს ნაწილი, ევროკავშირის ოჯახის წევრი და ამას ხელს უშლის ქართული ოცნება. იმისთვის რომ ეს დაგაგრძელდეს, უკვე მე მგონი ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემ, არათუ პოლიტიკოსმა და არათუ ქართული ოცნების წარმომადგენელმა იცის რა არის ამისთვის გასაკეთებელი. თუ კი სადმე ვინმეს ესაუბრებიან, თუ კი სადმე რაღაცა გზავნილი კეთდება, თუ კი სადმე ფოტოს იღებენ, იმ სიტუაციაში ყოველთვის ეს ფიქსირდება და ეს აჩვენა ბოლოს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამაც. ქართულმა ოცნებამ იცის რა ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისთვის, რომ თუ კი მათ რეალურად აქვს სურვილი, რომ დიალოგი მათთან განახლდეს, აი ეს დიალოგი მართლაც დაიწყოს და ეს არის სწორედ ამ რეპრესიული კანონების უკან გაწვევა, ადამიანების ციხეებიდან გათავისუფლება, ჟურნალისტებისთვის საშუალება იმის საშუალების მიცემა რომ ვიმუშაოთ ჩვეულებრივ მე პრინციპში აქ ვარ და რა მაქვს სათქმელი პირიქით ჩემ კოლეგები თქვენ ხართ პრინციპში საფრთხის და თავდასხმების ობიექტები მანდ და რა თქმა უნდა ადამიანის უფლებები. ასე რომ მოსახლეობამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს და თვითონაც ალბათ აი ბოლოს რითი მინდა იცი დავასრულო. ალბათ თავმოყარეობის ამბავიც არის, ხომ? როცა ერთ დღეს გეუბნებიან, რომ ვიღაცა აი უპირებს ჩვენს მამაკაცებს გათხოვებას, რომ ვიღაცა არის სპეცსამსახურების ძველი საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენელი, რომ ვიღაცა საერთოდ საქართველოს მოწინააღმდეგეა და კომუნისტს ეძახიან და უბრალოდ აღარ ვიცი რა სიტყვებით ამკობენ, ხო? ევროკავშირის სტრუქტურების ოფიციალურ ხელმძღვანელობას და წარმომადგენლებს, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს წევრებს. და მეორე წუთში თუ კი არის საშუალება მართლა სადმე გადაეკვეთონ, ამას გვეუბნებიან, რომ აღმოჩნდა, რომ კი, იმიტომ ველაპარაკებით, რომ ხო, თურმე აღმოჩნდა, რომ მარტა კოსი ყოფილა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში. გუშინ არის ხო ევროკომისარი გაფართოების საკითხებში? მარტო მას შემდეგ გახდა, რაც მაკაბოჭორიშვილს შეხვდა დერეფანში. ანუ ადამიანებმაც რაღაცნაირად უნდა გაითავისონ და პირად რაღაცა თავმოყარეობაზეც გადის ეს საკითხი, რომ თეთრი და შავი არის თეთრი და შავი. და როდესაც ცდილობენ რომ ასე მოგატყუონ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ალბათ მეათეჯერ უკვე აღარ უნდა იყოს ხო სანდო აი ასეთი სახის განცხადებები და კიდევ ერთხელ ვამბობ არავინ არც მე მოუწოდებ პირადად და დარწმუნებული ვარ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს თქვათ არ უნდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს იზოლაციაში, არავინ არ გველაპარაკებოდეს, წინ არ მივდიოდეთ და საერთოდ დავიკეტოთ, დავიხუროთ და რაღაცნაირად იზოლირებულად პირიქით, მაგრამ ეს პროცესი რომ დაიწყოს, ბურთი არის ქართული ოცნების მოედანზე და მათ უნდა გადადგან ნაბიჯი, მათ უნდა ანახონ, რომ მათ ესმით საქართველოს მოსახლეობის და ისინი აპირებენ შემთხვევით ნაბიჯებზე წასვლას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ასე გადაკვეთით წლები შეიძლება სადღაც ეს ფოტოც დადო მეორე დღეს თუ მერე კოსმა გააკეთა რაღაც კრიტიკული განცხადება კოსი ისევ გახდება აგენტი კაია კალასი თუ იტყვის რომ დღის წესრიგშია პერსონალური სანქციები კაია კალასაც წამოაძახებენ რომ ის ესტონეთში დაიბადა და რაღაცა საბჭოთა წარსულს გაუხსენებენ და ასე ვიქნებით მუდმივად და ვერ მოვახერხებთ ამ წრის გარღვევას. თან ერთი რამ უნდა ვთქვათ ეს კომუნიკაციის ეს ფორმები დერეფანში რომლის მიზანი არის ალბათ რაღაც ქულების მიწერა ყველაზე მეტად და მკაფიოდ მაინც აჩვენებს რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე უკვე მკაფიოდ შეზღუდა და ამოწურა ურთიერთობა
ურთიერთობის რესურსი და შერჩა მხოლოდ დერეფანი, ასე ვთქვათ, როგორც ურთიერთობის სივრცე. ეს ალბათ ამას აჩვენებს პირველ რიგში, ვიდრე რაღაც ტიპის და ეს მათზეა დამოკიდებული. დეფნიდან გადასვლა თუ უნდათ რეალურ კომუნიკაციაზე, ეს მათზე არის დამოკიდებული, რასაც ღიად ამბობენ ბრელში და დარწმუნებული ვარ, აი ამ რაღაც კომუნიკაციის დროსაც მარტაკოსი სწორედ ამას ეთყოდა მაკაბოჭორიშვილს, იმიტომ რომ ევროკავშირი სწორედ იმითი განსხვავდება რაღაც ავტოკრატული ორგანიზაციებიდან და ზოგადად ავტოკრატული რეჟიმებიდან, რომ აქ არ არის რომ ერთს ამბობენ ღიად და მეორეს თქვათ კულუარებში, ნუ მე არ ვამბობ რაღაც საიდუმლო ინფორმაციას, რა თქმა უნდა არ ეხება, მაგრამ საჯაროდ პოლიტიკა ქვეყნების მიმართ არის ძალიან საჯარო და გაცხადებული.